ministrima Georgi Კვირიკაშვილი ეკონომიკის, დავით ნარმანია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ნოდარ ხადაური ფინანსთა, გიორგი მარგველაშვილი განათლების, ხათუნა გოგოლაძე გარემოს დაცვის, დავით სერგიენკო ჯანდაცვის, დავით დარახველიძე ლტოლვითა და განსახლების, კახა კალაძე კი ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე დაასახელა. ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროს ინფრასტრუქტურა და ბუნებრივი რესურსები შეუერთდება. ივანიშვილის წარდგენილმა მინისტრობის კანდიდატებმა საკუთარ სტრუქტურაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრეს. პირველ რიგში, როდესაც ვარჩევთ მინისტრობის კანდიდატებს, წინახაზე უნდა იყოს მუდამ პროფესიონალიზმი, თუ მომავალში ჩვენ დავბრუნდებით აქ მე დიდი იმედი მაქვს. ამ ეტაპზე, როგორც იცით, საქართველოში ესეთია პოლიტიკური ესტაბლიშმენტი, როგორიცაა, ძალიან არეული საზოგადოება, სიცრუის პოპულარიზაცია იყო რამდენიმე წლის განმავლობაში, ამიტომ პრიორიტეტი ჩვენ ვანიჭებდით წარსულს და სწორ ცხოვრებას, რამდენად სწორი ნაცხოვრები იყო და არა პროფესიონალიზმი. მომავალში შემდგომ არჩევნებზე აბსოლუტ შემდგომი კაბინეტი, როდესაც დაინიშნება, კარგი იქნება, ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი იქნება ესეც, რომ არა ამას გაუსვათ ხაზი, არამედ პროფესიონალიზმს პირველ რიგში. ჩემი უმთავრესი ფუნქცია იქნება პირველ რიგში მიმდინარე საქმეები, რაც იქნება სამინისტროში, ეს მიმდინარე საქმეები და ვალდებულებები იქნას გასტუმრებული, ამავდროულად მომზადდეს სამუშაო ჯგუფის მიერ გეგმა, რომ კანონმდებლობის ფარგლებში შესაბამისი წესებისა და პროცედურების გათვალისწინებით გატარდეს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები და მიუერთდეს ერთი ნაწილი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ხოლო მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს ცალკე და დაექვემდებაროს პრემიერ-მინისტრის აპარატს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც საქართველოს ფინანსურ სისტემას გააჩნია, ეს არის გაუმჭვირვალობა. ანუ თანხები იხარჯება ძალიან არამიზნობრივად, არაეფექტიანად, ხშირ შემთხვევაში უბრალოდ იფლანგება გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხები. ამიტომ ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ბიუჯეტი და საბიუჯეტო პროცესი გავხადოთ უფრო გამჭვირვალე, ძალიან მნიშვნელოვანია საგადასახადო სისტემის ჰარმონიზაცია. საგადასახადო არ იქნება ჩასაფრებული, თუმცა ამავე დროს საგადასახადო იქნება ძალიან მკაცრი და შეუვალი იმ პროცესში, რასაც გადასახადების მობილიზება ქვია. გადაიხედება შეშენებლობა და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს გარემოს დაცვის სამინისტროსთან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ გვინდა ერთი საქმის გაკეთებით მეორე დავაზიანოთ. მაგალითად, ქუდონხესის მშენებლობა, რომელიც ძალიან ბევრ კითხვას იწვევდა საზოგადოებაში და ექსპერტებში, ეს აუცილებლად უნდა გადაიხედოს. პირველ რიგში უნდა მოხდეს სამინისტროს ფუნქციების გაძლიერება. ამას დასჭირდება აუცილებლად საკანონმდებლო ცვლილებების გატარება. იმიტომ რომ მოგეხსენებათ, სამინისტროს დღეისათვის გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის ფუნქცია და ვთქვათ კონტროლიც კი მისი გაცემული ნებართვის არის შეზღუდული. მაგრამ გარემოს დაცვა ვთქვათ არ არის მხოლოდ და მხოლოდ გარემოს დაცვის ნებართვის გაცემა და თვითონ ამ სისტემაში არსებული პრობლემები და ხარვეზებია ძალიან ბევრი. პოლიტიკის დონეზე შემიძლია გითხრათ, რომ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ თავი შევიკავოთ სტუმრებისაგან, ჩავერიოთ კერძო სექტორის ფუნქციონირებაში იმაზე მეტად, ვიდრე ეს საჭიროა. შევქვნათ ეფექტური ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და განვახორციელოთ იგი. რა თქმა უნდა, ეს დიდად იქნება დამოკიდებული სასამართლო სისტემის ეფექტურობისა და რეალური დამოუკიდებლობის მიღწევაზე, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან ადვილად განხორციელებადია.